აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მთავრობამ 13 სხვადასხვა ადგილას 4000-მდე ინდივიდუალური კოტეჯი ააშენა იმ დევნილებისთვის, რომელთაც ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთში დაბრუნება ვერ შეძლეს. საშუალოდ თითოეულ კოტეჯზე 27800 ლარი დაიხარჯა. მრავალკუთხედის ობიექტებში ამჯერად წმინდა წყლის დასახლებაში მცხოვრები დევნილების კოტეჯები მოხდა. იძულებით გადაადგილებულები საცხოვრებელი სახლების გარემონტებას ითხოვენ. მათი განცხადებით ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ. კოტეჯური ტიპის დასახლებებში გამოვლენილი პრობლემები საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს დასკვნაშიც მოხდა. როგორც ექსპერტები აფასებენ, ხარვეზები გამოწეულია არა მხოლოდ მშენებლობის ტემპის გამო, არამედ თავდაპირველი დიზაინის და არასწორი დაგეგმვის შედეგად. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი გორის რაიონიდან. დევნილთა ჩასახლებებში კოტეჯების მშენებლობის დროს დაშვებული ხარვეზების გამოსწორებას უკვე ხმამაღლა მოითხოვენ. იძულებით გადაადგილებული პირები ხელისუფლებას დანაპირებს ახსენებენ და აღნიშნავენ, რომ თუ არსებული პრობლემები დროულად არ გადაიჭრება, შესაძლოა სავალალო შედეგის წინაშე აღმოჩნდნენ. პადოლი ქონდა ამოღებული და პადოლის თლიანად გამააცელა საძირკველი. და კედელი, შუა კედელი დაიწია და საშიშროებაო ბავშვები გაიყვანა ითქვა წამოვედი, რომ მომენტალურად კედელი ანათმოწოლილი ყვანა და ბავშვები არ მოყოლიყვნენ. დევნილები ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემები კოტეჯებში შესვლისთანავე გამოიკვეთა, რომელთა მოგვარებას ამ დრომდე უშედეგოდელიან. რაც გადმოვედით, იმის შემდეგ არის ყველაფერი ეს კედელი. ყველაფრის გარემონტება ესეთი. კონკრეტულად სულ ყველაფრის პოლის, იატაკის, ჭერის, კედლების. წყალი ჩამოგვდის, კედლები ინგრევა. კარებები არ იკეტება, ის კარებები საერთოდ არც ერთი კარები არ იკეტება. პოლიდან ჭიაყელები, რეები, ბალახები ამოდის, რეები აღარ ამოდის, კედლები ხო სულ ინგრევა. ეს წვიმა როგორც გაეთაცვებს, შიგნითა წვიმს. იატაკი აგერა როგორც საქანელე ეგრე კოტობს. ჭერიც, ყველაფერი დანგრეულებია მთელი კედლები. მარტო ჩემი კი არა, საერთოდ გასაკეთებელია მასიურად ყველაფერი. ხელშეკრულების თანახმად სამშენებლო კომპანიებმა დევნილთა ჩასახლებებში საჭირო სამუშაოები 2 წელიწადში ერთხელ უნდა აწარმოონ. კოტეჯებში შესვლისა და სამუშაოების დაწყების მიზნით ოჯახის უფროსთა მხრიდან ნებართვის აღება მამასახლის და შუამავლობით მიმდინარეობს. მათ სჭირდებათ სამშენებლო კომპანიებს ხალხის დასტური, რომ მართლაც შევიდნენ თუ არა ამ კოტეჯებში, ანუ ნებართვა, რომ ეს რემონტები დაიწყოს ყველა კოტეჯში და მე როგორც მამასახლისი მევალება, რომ ეს დასტურები შევაგროვო ხელმოწერისათვის. რტოლითა და განსახლების მინისტრის განცხადებით, მდგომარეობა დევნილთა ჩასახლებებში არც თუ ის რთულია. კოპა სუბელიანი განმარტავს, რომ ხელისუფლება აღნიშნული ოჯახების მიმართ ყურადღებას არასოდეს მოადუნებს. არ შემოიფარგლებით იმით, რაც გავაკეთეთ საზოგადოებისთვის, დევნილ საზოგადოებისთვის, გულისხმობ ჩასახლებებს და სახლებს. იქ კიდევ უამრავი რამ არის საჭირო, უამრავი რამაა გასაკეთებელია. რა გამოწვევს წინაშე დავდგებით, იმას უპასუხებლია მუდმივი რეჟიმი. დევნილების საცხოვრებელი კოტეჯების ხარისხის შესახებ მიმდინარე წლის აპრილში სპეციალური ანგარიში გაავრცელა ფონდმა ღია საზოგადოება საქართველო, სადაც განხილულია თუ როგორ მიმდინარეობდა საქართველო-რუსეთს შორის 2008 წლის ომის შედეგად დევნილი მოსახლეობისთვის კოტეჯური ტიპის დასახლების მშენებლობის პროცესი. ანგარიშში ნათქვამია, რომ კოტეჯური ტიპის დასახლებებში გამოვლენილი ბევრი პრობლემა, რომელიც თავიდან არასაკმარისად მშრალი სამშენებლო მასალის გამოყენებისა და მშენებლობის სწრაფი ტემპის აუცილებლობით აიხსნა. ანგარიშის მიხედვით დაგეგმვისა და მშენებლობის პროცესში ჩართული უწყებები და ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ წარმოქმნილი პრობლემები მშენებლობის დროს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით გარდაუვალი იყო. პრობლემების წარმოჩენას ხელისუფლება სამშენებლო სამუშაოების დაჩქარებულად მიმდინარეობას უკავშირებს, რადგან ომის პერიოდში მთავარი სამიზნე ადგილნაცვალი პირების დაბინავება იყო. თავის მხრივ დევნილები ხარვეზების აღმოფხვრაზეც სწრაფი ტემპით ითხოვენ, რადგან მათი თქმით არსებულ ვითარებაში ცხოვრება დიდი ნაწილისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. გალის რაიონიდან დევნილი ოჯახი ფოჩი-ღიაცის ქვეშ ცხოვრობს. მიტოვებული ავარიული ობიექტიდან გაძევების შემდეგ ოჯახი დაპირებული ბინის მოლოდინშია. სოფოსიდიადან იძულებით გადაადგილებულები მეცხრე ტალღის ჟურნალისტებთან აფხაზეთში დარჩენილ ქართველებზეც საუბრობენ. მათი თქმით, აფხაზები საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას თხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლების დატოვებას აიძულებენ. აფხაზეთიდან დევნილი სექანიების ოჯახი ფოთის ხელისუფლებას თავშესაფარს თხოვს. როგორც თავად ყვებიან, აფხაზური პასპორტის აღებას აიძულებდნენ, რაზეც მათმა ოჯახმა უარი განაცხადა. ამის გამო სექანიებს, რომლებიც სოფელ სიდას მაცხოვრებლები არიან, კონფლიქტის ზონის დატოვება მოუხდა. იქ უნდა ჩამეწერა სიტყვა სიტყვით, я гражданин Секания Гурам Гугуневич отказываюсь от гражданства Грузии. თქვენ გააკეთებდით ამას? მე არ შემეძლო და ვერც გავაკეთებ, ვერასდროს.
აი იქიდან რო გადმევიდი, იქ ჩვენი სამხედროები დგანან, პაგრანისტიკები და მე რაღაც ნერვული სტრესის გამო ის აფხაზური პასპორტი და აფხაზური მართვის უფლება ორი დავხიე და იქ დაუტოვე. იყო სხვა პრობლემებიც, როცა კრიმინალი გიპირისპირდება, იმ ტერიტორიაზე ვერ გაჩერდები, იქ მთავრობა კი არ აკონტროლებს. იქ აკონტროლებს აი ის გეროი აფხაზიები რომ არიან, გეროი აფხაზია, ბაევიკები და ისინი თუ დაგიპირისპირდა იმ როგორი ცხოვრება. დევნილმა ოჯახმა ერთი თვის წინ ფოთში მალთაყვის უბანში ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მიტოვებულ ობიექტს შეაფარა თავი. შენობა ავარიულია. იქ ელემენტალური საცხოვრებელი პირობებიც კი არ არსებობს. სექანიები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ. აი ამ საძროხეში შემიშვეს, აქ ადგილობრივი ხალხი დამიპირისპირდა, მთვრალები რაღაცები, რატო არ მკითხეთ, მთავრობა მკითხე და ცალკე ამათ მკითხო. გურამ სექანია ყვება, რომ აფხაზეთში დარჩენილ ქართულ ოჯახებს ცხოვრება უმძიმეს პირობებში ხვდება. ნებისმიერმა პიროვნებამ განცხადება უნდა დაწეროს და შიგ უნდა ჩაწეროს. მე ვარი სახელი, რომ უარყოფ საქართველოს მოქალაქეობას. ეს ერთის მხრივ თუ ამას არ გააკეთებ, იქ არ გიყურებენ კარგად და ან აგაიძულებენ რო გახლიდე. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდე არის თუ არ აიღებ, არაფერს საბუთებს არ მოგცემენ, ვერსად ვერ იმოძრაებ და მე არც და ვერც გავაკეთე ეს. ხელფასი, ამით მე ვერ ვირჩენდი თავს. კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა კოორდინატორი ფოთში რომეო ჩაჩხიანი ამბობს, რომ სექანიები საცხოვრებელი ფართით ერთ თვეში დაკმაყოფილდებიან. მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ დროებით ერთი თვის განმავლობაში რო ისინი თავშესაფარი აქ რო იქნეს და დაკმაყოფილდნენ ერთი თვით და ერთი თვის შემდეგ მიიღებენ ბინას, ჩვეულებრივ ბინას. ამით დავაკმაყოფილებთ ბინით ამ ოჯახს. დევნილ ოჯახს ამ სიტყვების არ ჯერა. ისინი ვარაუდობენ, რომ ეს წინა საარჩევნო დაპირებაა. საცხოვრებელი ფარდის მოთხოვნით ისინი ცენტრალური ხელისუფლებისათვის მიმართვას გეგმავენ. ბოლნისელი ფერმერები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ გლეხები ტელეკომპანია ბოლნელის ჟურნალისტების სიუჟეტში. მირონდინარი ხატები ახალციხეში. სად გრძელდება ერთ ოჯახში დაწყებული სასწაული ტელეკომპანია მეცხრე არხის ჟურნალისტები კი ამბობენ.